გვერდზე. მოკ. განათებები თუ გვინდა დავაყენოთ. აი აქ არის lights ქვია. ანუ ეს ნატურა რაღაც light bulb-ი ახლა. და მე ეს უნდა გადავიყვანოთ ავად კორონაზე. სტანდარტიდან კორონა უნდა ავირჩიოთ. და შემდეგ გვაქვს ორნაირი ესე ოპშენი რა, კორონა sun და კორონა lights. კორონა sun არის სცენაში რომ მზე დავაყენოთ. მოდი ჯერ ნახოთ რა არის კორონა light. ხო. მოკლედ ეს intensity არის, ანუ სიძლიერე რა, განათების. აქ შეგიძლიათ თქვენთვის ასროლი საერთოდ ან ლუმენები, ან ლუქსები. მაგრამ მე default-ზე მიყენია ხოლმე. და აი intensity სადაც ვაყენებ 5-ზე ან 10-ზე ხოლმე. შემდეგ რაღაც ლაითები შეგიძლიათ არეგულიროთ რა, თქვენ თუ გასდაგინდათ ამ intensity-ს მოუმატეთ უბრალოდ. ხო, მე აქ არის განათების ფერი დავუშვათ. ანუ რაფრისაც გინდა აირჩიოთ. და თუ უმჯობესია რომ ტემპერატურით განსაზღვროთ ხოლმე განათების ფერი დავუშვათ 3500-ზე არის უფრო თბილი განათებები. 5000-ზე ანუ ნეიტრალურია და სადღაც 7500-დან უკვე ცივი განათებები არის ხოლმე. ხო, იყოს ახლა 4500-ზე. ხო, აქ არის shape რა განათების. და შეგიძლია აირჩიო, ანუ როგორი განათება გინდა რომ სცენაზე დააყენო. სფერო, დისკი, ცილინდრი და მართკუთხედი. მოდი ხა ავიღოთ ჯერ ესეთი მართკუთხედი. ან მოდი სფერო იყოს. და ანუ უბრალოდ ერთი კლიკით, მარცხენა კლიკით დავაჭერთ და რო არ აუშვებთ, ანუ ზრდი რამხელა გინდა რომ იყოს ეს სფერო. და ეს შეგიძლია დასვა განათება რა სცენაში. მე ხა ამას აქ კიდე აქ ქვემოთ ოპშენები, ანუ visible directly, visible in reflections, refractions, generate caustic და output other lights. შენ ჩვენი 3D Max ხარ თუ? Speak English? Yeah, you are on this 3D Max lecture or you missed the auditorium? This is AutoCAD, right? What? No. It's 3ds Max. ხო, იმას ვამბობდი რომ ანუ visible directly არის ჩანდეს თუ არა ეს განათებას ეს კამერაში. და ანუ როცა მონიშნულია ჩანს და ასევე reflection-ში, refraction-ში და ის occlude lights ნიშნავს რომ ამის უკან თუ ეხლა რაღაც განათება გიყენიათ, ამას თუ მონიშნავთ, ეს განათება თავის უკანა განათებას დაბლოკავს რა, არ გამოატარებს. მიხდით ხო, ანუ დავუშვათ მზე რო გქონდეთ ესე და რაღაც ოთხკუთხა განათება წინ, უნდა აი ეს უნდა გაუთიშებთ რომ მზემაც გაიარეს. ხო, მაგას უფრო კარგად აი სცენაში რო დავაყენებთ, მერე უფრო კარგად მიხვდებით რა. ხო, კიდე ანუ ეხლა ამას მე რო აქ ფორმა შევუცვალო, აი დავუშვათ გადავიყვანე rectangle-ზე. აი ეს გახდა ესეთი ოთხკუთხა განათება. მარტო ეს რომ ნახო. და ამის მიმართულება რომ ნახოთ საით ანათებს, აი პატარა ისენი აქვს რა. რაღაც ჯოხები. და ანუ ეს ანათებს ახლა ქვემოთ. ხედავთ ხო? კიდე რა გვაქვს? ხო, კიდე გვაქვს დისკი. ანუ
დისკი არის, დავუშვათ სპოტების დაყენება თუ გინდათ ან გვალი განათებების დისკს ირჩევთ, ანუ სეგმენტებს უნდა მოვუმატოთ, რომ გვალი გახდეს. და კიდე განათებას აქვს ესეთი ფუნქცია directionality ქვია. და აი ამას რაც უფრო გაზდით, ეს თქვენი განათება უფრო სწორი, ანუ აღარ გაიშლება და სწორად წამოვა რა. ხვდებით, ხო? 0.0 იყენს. და ბოლო ფორმა არის ცილინდრი. რასაც იშვიათად ვიყენებთ. კიდე ერთი ოპშენია განათებებს, აქ არის IS Lite ქვია რა. ამას რო დააწვევით, default-ად აქ გაქვთ რამოდენიმე ოპშენი. და ანუ სხვადასხვა განათებებს იძლევა ეს ოპშენები რა. აი ზოგი უფრო წვრილია, ზოგი გაშლილია. და ასე შემდეგ. შეგიძლიათ მერე ამის სხვა ვერსიებიც გადმოწეროთ და უფრო საინტერესო განათებები არის, ვიდრე აი ჩვეულებრივი გაშლილი განათება. ხედავთ ხო, აქ ფორმა რო იცვლება, ანუ ეს ნიშნავს, რომ განათების ტიპები იცვლება. აი ეს სლაიდებში არის ეს. გამოვთოთ ხა ეს. და ბოლო ფუნქცია, რაც განათებებს აქვს, არის ეს target-ი თქვია. ამას რო ჩავუთავთ, ეხლა შეგიძლიათ ეს განათება მიმართოთ ამ target-ის მიხედვით. ანუ რაღაცას რომ მიანათოს დავუშვათ, აი აქ არის რაღაც, რასაც გინდათ რომ მიანათოს. და ამ target-ით შეგიძლიათ ეს არეგულიროთ. ეს არის ძირითადი ფუნქციები ამ განათებაში, ანუ intensity არის სიძლიერე, მერე არის ფერი, მერე არის თვითონ განათების ფორმა. პლუს აქ აქვს ოპშენი exclude-ის რა. დავუშვათ რაღაცას არ გინდათ რომ ამ განათებამ მიანათოს. და აქ უბრალოდ პლუს დააჭერთ. და მერე აირჩევთ სცენაში რა ობიექტიც გინდათ რომ ამ განათებას გამორჩეს. და უბრალოდ აქეთ გადმოვაგდეთ. და ანუ უკვე ერთი ობიექტი არის დაექსკლუდებული, ანუ მაგას აღარ აღიქვამს. ეს არის განათების ძირითადი ოპშენები. და წავშალოთ ეს. და ახლა როგორ გავანათოთ ეს აი მოდი ჯერ კამერაც დავაყენოთ, მაგრამ კამერა არის ამის მარჯვნივ. და აქაც სტანდარტულში არის კორონა კამერა და უნდა ვირჩიოთ ეს. შემდეგ აი დავუშვით, რომ ეს აი რაღაც აი ეს ხედი დავიჭირო, ხო? ესე რა უყურებთ. ამისთვის Z ხედში ვსვამთ კამერას. ანუ ერთი მარცხენა კლიკით და არ უშვებ ხელს. და ანუ სადაც მინდა წავიღებ რა, ეხლა ვაკონტროლებ. და აი ეს რო დატეხილი არ იყოს, სწორად რო იყოს, აი ესე დავაყენებ. და ანუ კამერა მაქვს უკვე სცენაში. შემდეგ ახლა აქ რო გადავიდე პერსპექტივში და აი კამერები ჩამოვშალო, შემიძლია ამ კამერაში ჩავჯდე. ანუ ახლა უკვე ვიყურები კამერის ხედიდან. ხო? ანუ ეს არის ახლა კამერის ხედვა. აი ეს რო ანუ ზუსტად რო გაჩვენოთ კამერა რაც დაარენდერებს, აქ უნდა მონიშნოთ show save frames. და ანუ render setup-ში ხარ რო გადავალთ. ხო, ამასაც მე აქ დიდად არაფერს არ ვწვით ხოლმე. ანუ ეს არის თქვენი ის გაფართოება, რამდენზე იყოს კამერა რა, დარენდერდეს.
ანუ პიქსელებად. მოდ ჯერ ავირჩიოთ ეს, ანუ HDTV აირჩიეთ აქ და აირჩიეთ ეს 1280 720. ეგ საიდან დავთვალე? აი render setup-დან. და მე აი ეს output size ჩამოშლით და ბოლო არის HDTV. და ან ეს აირჩიეთ, ან ეს. ანუ ჯერ პირველ რიგში ეს კამერა დავსვათ, ესე Z-ხედიდან კორონა კამერაულად. აი აქ არის სტანდარტულში და მე კამერა დავსვი, მაგრამ ანუ ქვევით შეიძლება ზევით ვსვათ. ეგ გვერდხედიდან მიწის ქვემოთ არის თუ რა? ხო, მაგას არა უშავს, ავწევთ მაგას. ეს დავსვი. ხო, თუ აქ არის, ხო? ხო, შეგიძლია ან აქიდანაციო ესე ჩვეულებრივად. ან უბრალოდ აქ რო გადახვალ, აი ხა ქვემოთ ხო არის და აი ხა შუა მაუსის კლიკს რო დააწვევი, შეგიძლია ამოძრაო რა ეს კამერა. შუა მაუსის კლიკით. და ზემოთ ამოხვალ. ხო, მე გადავიდეთ, ამას გავასწორებთ რა, ჯერჯერობით ესე იყოს. მე გადავიდეთ render setup-ში და ეს output size-ი დავაყენოთ HDTV-ზე. და ავირჩიოთ ეს 1200 ან 1900. ტესტ რენდერებისთვის ეს საკმარისი არის 1200. და გამოვიდეთ. მე აი ამ კამერის სეტინგებში რო გადავიდეთ, ორჯერ უნდა დავაკლიკოთ და აქ უნდა გადავიდეთ modify-ში. და ახლა აქ არის ამ კამერის სეტინგები რა. რაც შეგვიძლია ვცვალოთ. ხო, პირველი, მოდი ეს კამერა ცოტა უკან გავწიოთ. მოდი დავტოვოთ აქ და აქვე აგიხსნით. ხო, აქ ძირითადად არაფერს ავცვლით ახლა. ყველაფერს ვტოვებთ როგორც არის. ეს სეტინგები არის, თუ ვინმეს ფოტოაპარატთან შეხება გქონიათ, იგივე სეტინგები აქვს ზუსტად რა. რაც ფოტოაპარატს. ხო, აქ ჩვენ რაც გვესაჭიროება და ხშირად გამოვიყენებთ, არის ეს environment and clipping ქვია. მაგ სეტინგებში როგორ გადავიდეთ? აი modify, კამერა ხო გაკარჩეული. და გადახვალ modify-ს დააჭერ. თუ არ გიჩვენებს, ორჯერ უნდა დააკლიკოთ კამერას და გამოხდება. ხო, მე ჩამოსკროლით ქვემოთ და ნახეთ ეს environment and clipping რო აწერია. და აი ეს camera clipping enable ჩავუხდეთ და showing viewport-იც ჩავუხდეთ. ორივე. და ახლა ეს რა შვება, აი აქ ხო აწერია near და far. აი ამ near-ს რო გავზრდი, ერთხელ ხო დავაჭერ და არ უშვებ. და მაუსს უბრალოდ ზემოთ ასრიალებ რა. და აქ რაღაც ხაზი რო ჩდება, ხო ხედავთ? ეხლა კამერა ხედვას იწყებს აი ამ ხაზიდან, მიხვდით? შემიძლია ესე დავაყენო, სადღაც აქ. და ეხლა ამ კამერას უკან რო გავწევ, უკვე დაიწყებს აი აქიდან აღქმას, რაღაცეების. და ეს გამოგვადგება იმაში, რომ უფრო დიდი კუთხეები დავინახოთ რა. ეხლა აქ რო გადავალ, უფრო კარგად ჩანს, ხედავთ? თლიანი კედელი ჩანს. იმიტომ რომ ხედვა იწყება აქიდან და აქიდან, ერთი წერტილიდან არ იწყება. კაი, გავაკეთოთ აი ესე, როგორც მე გავაკეთე, ეგ არის კამერის სეტინგებში რო გადავალთ. ქვემოთ არის environment and clipping და ამებს ურთავთ მოკლედ ორივეს და მე near-ს გავწევთ წინ.
ნახეთ. კაი. მე ეს მონიშნული გქონდეს. გადავიდეთ ახლა ჩვენს მარჯვნივ ქვემოთ დავაყენე კამერის ხედი რა. აქ შეგიძლიათ ახლა დააყენოთ პერსპექტივის ხედი. და ჯობია რომ ესე იმუშაოთ, ანუ აქ მაქვს Z ხედი, აქ ფრონტი მაქვს, აქ პერსპექტივი მაქვს და აქ კამერა მაქვს. კამერის ხედი როგორ? კამერის ხედი. აი ხო ხარ ვიუპორტზე და აი აქედან აირჩევ აი აქ თუ პერსპექტივ წერია შენ ანუ დააჭერ მაგას და პირველივე არის კამერას და შემდეგ აირჩევ რომელი კამერაც გინდა ანუ ჯერ ახლა მარტო ერთი კამერა გვაქვს და ანუ ერთია რა ოფშენებში და ანუ ზუსტად რო გიჩვენოთ კამერა რას აღიქვამს აი ეს უნდა ჩავუშვათ მოკლედ show save frames და ესეთი ყვითელი ის უნდა გაჩნდეს კუბიკივით. კაი, ახლა კამერაში რო ვარ შესული, აქ არის კიდე დამატებით ოფშენები, აი მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში. აქ ხო ხედავთ? იგივე გაქვთ ხო თქვენს? ხო, ახლა რა არის ესე? პირველი არის ანუ ამას რო ავირჩევ და ახლა მარცხენა კლიქს რო დავაწვევ და არა უშვებ, ანუ კამერა უბრალოდ აი კარგად რო დაინახოთ, ანუ წინ და უკან დამყავს რა ესე. ანუ გამოსვლა რო არ მომიწიოს და ყოველ წამს მექანიკურად გადაყენება, ანუ შემიძლია ამას დავაწვე და ეს კამერა ვამოძრავ წინ ან უკან. ანუ ეს არის მაგის ოფშენი. აი ეს მაგის ქვედა ოფშენი არის, ანუ პერსპექტივა რო გავზარდო რა. ანუ უკან თუ გამიწევ იწელება პერსპექტივა და წინ თუ მივწევ, ანუ ხო არა პერსპექტივა იჭდება. ხედავით? ხო და ეს ანუ შეგვიძლია ახლა ოდნავ უკან გამოვწიოთ. დაახლოებით ეს. და ხო კიდე ანუ აი ეს შეგიძლიათ იხმაროთ ხოლმე ორბიტ ქვია. აი ეს. და ამით შეგიძლიათ ანუ კამერის კუთხე ატრიალოთ. როგორც გინდა. ხო, ძირითადად აი ამ სამს ხარობთ წინ და უკან მოძრაობას, პერსპექტივის კონტროლს და აი ამ რომელს უნდა დავაჭიროთ? რა? რომელს უნდა დავაჭიროთ? რისთვის? ახლა რო მოძრავ მოგეთ ის პირველი. აი ამას. არა, კი, მაუსით მაუსით ანუ მარცხენას რო დააჭერ და არა უშვებ, მე ანუ ზემოთ რო აცევ წინ მიდიხარ და ქვემოთ ჩამწევ უკან. კამერის ხედში ხო ხარ? ასე ჩართული კამერის არის ხარ, ასეც შენი კამერა დაარენდერებს რა. და ხო აი ეს არის რომ წინ გაწიოს, ან გამიწიოს და ეს არის იგივენაირად პერსპექტივი რომ გამოწიოს უკვე. ხო, ძირითადად ანუ ეს სხვა რაღაცებს არასდროს არ ვიყენებ რა. აი ეს სამი ეს არის კიდე ანუ პროსტა გვერდით ატრიალებს და ანუ არ ჭირდება ეს. ხო, ეს არის კამერის მოძრაობა. ხო, ანუ ეს სეტინგებიც ანუ პერსპექტივას აკონტროლებს. ნუ აქ ძირითადად არაფერს არ ვცვლით ხოლმე, როგორც აყენია, ისევ ტოვებთ.
კაი, დავასეივოთ ახლა ეს კამერა რომ დავსვით. და გადავიდეთ სცენის განათებაზე. ოლიფერზე დავამო. ხო, ყველაფერი გავანაცრისფრე, რომ ანუ კედლის ფერი დავადე ყველაფერს, რომ განათებები კარგად დავინახოთ. ხო, პირველი ასეც ვაკეთებთ, ანუ შევდივართ რენდერინგში და environment-ი არის აქ ესეთი tab და მაგას ვაწვევთ. ნახეთ, ხო? აი ზემოთ წერია rendering. და მერე უნდა ნახოთ environment. შევედით. environment და effects. მაგას რო დააჭერთ, მერე ჩანსები. შედით მაგ environment-ში. აი ზემოთ აწერია. ანუ შენ აქ ეს გაშლილი გაქვს ხო ეს თაბი? ხო, მოკლედ ეს environment-ი ყველამ გავხსენით, ხო? ივაკენი. ანუ environment ხო გარემო არის და ეხლა ვაყენებთ, ანუ გარემოს რა განათება ქონდეს. შემდეგ აქ environment map წერია, და nan რო აწერია, მაგას დავაწვეთ. და მივიდეთ კორონაზე და ნახოთ Corona Sky არის ესეთი ჩამონათვალში. და ანუ ეს ავირჩიოთ და ოკეი. და ხედავთ, რომ ანუ ეს ჩემი environment-ი რაღაც ცის გავსი ფერებით გამოჩნდება. ნახეთ. კაი. მე ხა ეს რომ კარგად გამოვიყენოთ ეს ჩვენი environment-ი, გავხსნათ მატერიალები. და აი ამას დავაკლიკოთ, არავუშვათ და ანუ გადმოვაქროთ, აი ბოლოში დავუშვათ. ავანტ უნდა მივიდოთ instance. გავაკეთეთ ხო? ანუ environment-ში sky რო ავირჩიეთ, ანუ უბრალოდ ეგ ჩავაგდეთ მატერიალის slot-ში ან instance. ხო, ეხლა შემიძლია მე აქედან ვაკონტროლო ამ ჩემი environment-ის სიძლიერე. აი ეს არის intensity არის სიძლიერე. და შემიძლია ან დავუკლო, ან მოვუმატრო, როგორც მაწევს მე როგორ. ნუ იყოს ჯერ ერთზე დავუშვათ. ხო, აქ კიდე არის სხვადასხვანაირი environment-ები. ანუ სხვადასხვანაირი აქ საიცვლება რა, ეს უფრო რაღაც მუქი არის. ჩვენ ავირჩიოთ ჯერჯერობით ეს clear sky. შემდეგ ეხლა დავაყენოთ, ანუ 0 იყოს, 0 შემოდიოდეს ჩვენს იმაში. ამოთახში. და ანუ კაია რა, აი ესე რომ დაეცეს რა გვერდიდან. ამისთვის Z-ხედში გადავიდეთ. და ავირჩიოთ აქ light-ები, Corona და ანუ Corona Sun
რომ არის. ეს ავირჩიოთ. და ახლა მარცხენა კლიკით დავაჭიროთ და არავუშვათ და ვაკონტროლებ მზე როგორ იყურებოდეს. და აი დავუსვათ სადღაც ეს. და რო ავუშვებ უკვე აკონტროლებ სიმაღლეს მზე როგორ იყოს და ოდნავ ზემოთ აწიეთ. დასვით ხო ეს მზე. ეხლა შემიძლია ეს მზე ვაკონტროლო რა, ოდნავ ქვემოთ დავწიო, ან რასაც მინდა იმას უზე მოკლედ გავწევ. ან შემიძლია ეს მარტო ეს directional რაღაც კუბიკი რო აქვს, ეგ ვაკონტროლო და მიმართულებები შევუცვალო. და აი დასვით დაახლოებით აი ესე. რომ აი მარჯვნიდან ეცემოდეს მზე თქვენ ოთახს. აი დაახლოებით ეს. დავსვით. ხო, მზის სეტინგებში რო შევიდეთ, ორჯერ დავაკლიკოთ ამასაც. და მზესაც აქვს exclude აქვს ობიექტების და intensity აქვს. და size აქვს. Size არის, ამას რაც უფრო გავსვი მე. ამ მზის მიერ წარმოქმნილი ჭრილები იქნება უფრო soft, კვეთრი არ იქნება რა, კონტურები არ იქნება. თუ ამას ერთზე დავაყენებ, ჭრილებს უფრო კონტურები იქნება. და კაია რომ დააყენოთ 5-ზე ხოლმე რა, სადღაც. რომ არც ძალიან კონტურები კონდეს ჭრილებს და არც ძალიან soft-ი რო არ იყოს. 5-ზე. ხო, მზის ფერს არ ვცვლით, თავად 6500 და აქაც არაფერს არ ვცვლით. დავაყენეთ ხო size 5-ზე მზის. ხო, კიდე რაც უნდა ვქნათ არის რა. მარტო მზე და environment-ი არ ყოფის ხოლმე რა, ოთახის კარგად გასანათებლად, ამიტომ ეხლა დავაყენოთ აი აქ განათების დამხმარე ფლეინები. ამისთვის შევდივართ ისევ განათებაში, ვირჩევთ კორონას ისევ და შემდეგ ვირჩევთ კორონა lights. და ვირჩევთ უკვე rectangles. მერე გავაქტიუროთ ეს autogrid-ის ფუნქცია, რომ აქ კედელზევე დავხატოთ, ავაგოთ. და ეს სადღაც აქედან აი აქამდე დავსვათ ჩვენი დამხმარე განათება. რო გავიგოთ სწორად იყურება თუ არა, ზემოდან უნდა დავხედოთ ხო, აშკარად არასწორად იყურება. და просто უნდა დავატრიალოთ ეს ხა 180 გრადუსით. და აი დავსვათ სადღაც აი აქ. ანჯრის უკანა მხარეს რო იყოს. და უნდა იყურებოდეს წინ. რა არა, ეს მიმართულებები უნდა იყურებოდეს შიგნით. ეს არის იმის მაჩვენებელი, საით იყურება განათება და საით მიანიჭებს.
დავსვით. ხო, შევიდეთ ახლა ამ განათების სეტინგებში. Intensity იყოს 5-ზე. ეს იყოს 6500-ზე, რომ ნეიტრალური იყოს. ტემპერატურას ვაყენებ 6500-ზე. ანუ განათება როგორ გარჩეული, აი modify-ში უნდა გადავიდეთ. გადავიდა? ხო. Intensity 5-ზე დააყენეთ. და Kelvin temperature დააყენეთ 6500-ზე. ეს იყოს long term ერთ-ზე. ხო და აი წეგან ასეც ვამბობდი რა, ანუ ეს განათება არ გვინდა რომ დამხმარე განათებაა და არც გვინდა რომ ჩანდეს და არც რომ ირეკლავდეს რაღაცებს. ამიტომ ეს ყველაფერი გავუთიშეთ და ეს სხვა განათებების დაბლოკვაც გავუთიშეთ, იმიტომ რომ ეს რო არ გავუთიშო ახლა აი მზის შუქს აღარ გამოატარებს რა ეს განათება. და ანუ დავუტოვეთ მარტო ეს generate caustics. ანუ დამხმარე განათებებს ამ ყველაფერს უთიშავთ. გავაკეთეთ ხო ეს? მარტო ეს არის მოკიჭკო. კაი, მე ეს განათება წამოვიღოთ ზემოთ. copy და აი ამასაც დავუყენებ. პატარა კარებს. კარის ზომაზე დავაყენო. აღარ გარედან უნდა მიადოთ. ანუ შეგიძლიათ, ანუ ზუსტად კარის ზომა არ იყოს და უნდა დიდი იყოს, ან დავასკენეთ, ხო? scale-ით, ოკეი, scale-ით შეგიძლიათ გაადოთ, რა თქმა უნდა. დავსვით. ხო, მე ამას თუ დავსვამთ, დავსვით ყველა თუ არ გავახსოვოთ. ხო, ეხლა რომ დავარენდეროთ, ანუ ზედა ჭერი რო არ აქვს, ძალიან ბევრი სინათლე შემოვა რა ამ სახში, ამიტომ გადავიდეთ ახლა გვერდხეთში და ეს ქვედა იატაკის ფილა რაც გვაქვს. ეგ მოვით ზემოთ ავაკოპიროთ. და ანუ ამას snap-ით დავასვათ. ჩვენს და ანუ ჭერიც რო გქონდეს რა ეს.
ეს თქვენთანაც ქვედა ის არა აქვს? ჩემთან არ აქვს. თუ არა აქვს, ანუ ქვედა ის დაუხურეთ ბორდერით. ამასაც აქვს. ოღონდ ეს ანუ ან სნეპით ზუსტად დაასვით, ან ოდნავ გადააკვეთინეთ ეს, თორე ანუ ესე რო იყოს, განათება შემოვაკიდო. ანუ განათება არ უნდა შემოვიდეს მოკლედ. დავსვით ხო ეს ზედა ჭერიც. კარგი, ახლა გადავიდეთ render setup-ში ისევ. ხო, აქ რას ვცვით ახლა? სცენაში რო გადავალთ. გადავიდეთ სცენაში. აქ denoising რო აწერია, ხო ხედავთ? აი ჩამოშალეთ და დააყენეთ Corona high quality-ს. და აქაც image filter რო არის სისტემში, ნახეთ რომ high quality-ზე ეყენოს ეგეც. და ხო, ეგ არის, სხვა არაფერი. ეხლა კამერაში ხო ვზივართ ყველა. და აი ეს არის რენდერის დაწყების ხილაკი რა აქ. რაღაც ელოსავით რო ახათია, ну შეგიძლიათ აქედანაც ახლა რენდერს რომ იცე დაიწყებს. დავაწვეთ ახლა ამას რომ ვნახოთ რას გვირენდერებს. ну დაახლოებით ესეთი რაღაც უნდა გამოგიჩნდეთ. იმიტომ რომ კამერა ამ ამცელე ფოტო ვიდეოთან perspektivi, setxeli, vertxeli და კამერა. ჩვენთან სუშავი. იმიტომ რომ ესენი უნდა იყოს შუშები. რატო არ იქნება კოსმოსზე? ეს ალბათ აქ ხო, მოკლედ ამას უნდა დაადო შუშის მატერიალი და ეხლა გვესწავლე.
შეგვიძლია დავაჰაიდოთ. ხა ესენი შეგვიძლია ვარი დააჰაიდო რა. კომპეტენტურ ადამიანს მე